გრძელვადიანი სტრესის მართვა, მოკლედ ის, რომ ხანძარი ჩავაქრე ხელის ცეცხლმაქრით და როგორც კი ხანძარს ჩავაქრობ, მიუხვდები რატომ გაჩნდა ეს ხანძარი, დავუშვათ ელექტროობისისა და შევაკეთებ ამ ელექტროობას. და ეს უკვე გრძელვადიანი პროცესია. მოკლედ ის, რომ შენ იმ მომენტში ჩააქრე სტრესის ბუდე, თუ აღმოაჩინე, რომ ვალიდური ყოფილა და მართლა ძაღლი მოგწდევს, მაგ შემთხვევაში გააგრძელებ გაქცევას რაციონალურად, ხო ძაღლი მოგწდევს ძალიან ტრივიალურია, მაგ შემთხვევაში არც ჩააქრო, ვერც ჩააქრო სტრესს და არც ჩააქრო, ხო? მაგრამ ლაპარაკია რომ მომეჩვენა, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს. აი მაგალითად ვიჯექი კომპანიის დათბირზე და გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ მოდი იცით რა ვქნათ, აი ესეთი ვიდეოები გავაკეთო და ვიღაცამ თქვა, რომ აუ კაი რა ნინო, რა ესე იგი შენი ეს იდეები, და ვიღაცამ გაიცინა, ხო? მოვიდა სტრესი, ამა რაღაცა დაატრიგერა შენში, ბავშვობა დაატრიგერა, თუ დიდობა თუ ისა თუ ესა, წამოიწია ამან და ეგრევე ითხოვს რეაგირებას, რომ ანდა ვიჩხუბოთ ახლა, ანდა გაიქცე, ანდა კაი მიიჯახო რა. როგორც კი შენ მოახერხებ იმ წამს ესასწრაფო დახმარებით დაარეგულირო, მე შეკითხვას დაუსვამ, რომ მართლა საჩხუბარია და ხშირ შემთხვევაში არის, რომ არა, მე არის ალაპარაკო, უნდა დაველაპარაკო ამ ადამიანს, რომ არ მსიამოვნებს და გრძელვადიანი მკურნალობა უკვე ხშირ შემთხვევაში არის სტრესორებთან გამკლავება რა. შეიძლება შენ აღმოაჩინო, რომ რამდენჯერაც სტუმრად მოვიდა ვიღაცა შენი ნათესავი, იმდენჯერ დაისტრესე და რავი, ან აღარ მოვიდეს ეს ადამიანი, აღარ გქონდეს ურთიერთობა, ან რომ მოვა, მე სპეციალურად შევეცდები, რომ რაღაცა იზოლირებული ვიყო, არსებობენ ეგეთი ადამიანები, ვისგანაც შორს და ტკბილად შეიძლება ისქნა. შეიძლება საქმით ისქნა, ხო? აი მაგალითად არის, რომ ვიღაცა ნერვებს გიშლის და ეხლა იმ ოთახში ხوار ჩაიკეტები, მაგრამ სამზარეულოში შეიკეტები და იმდენ რამეს მოამზადებ, რომ ოღონდ იქ არ იყო სიტყვაზე. ეგეც არის სტრესთან გამკლავების მეთოდი. დაკავებულია ადამიანი, აი იცის, რომ ნათესავები რო ჩამოდიან სადღაც რეგიონიდან, რაღაცა ნერვები ეშლება ისტრესება, ამიტომ რაღაცნაირად ესე დაგეგმავს, რომ სამწუხაროდ დღეს გადაღება მაგ და აუცილებლად უნდა წავიდე და რაღაცა ცოტა ხანს დილობიანად იმას იზამ. მოკლედ, ჩვენ და ჩვენი ცხოვრება გადავაკეთოთ, სადაც შესაძლებელია, რომ არასაჭირო სტრესი არ იყოს რა. ეხლა სადაც აუცილებელია და გვჭირდება ეს სტრესი და გვაძლიერებს და გვავითარებს, იმას არ ვებრძვით, მაგრამ არასაჭირო სტრესს ვებრძვით, ასევე ვებრძვით მოჩვენებით გამოწვეულ სტრესებს, რომ მე თუ აღმოვაჩინე, რომ ხშირად სახლში მივდივარ ბნელ დროს და მეჩვენება გველები და თაგვები, რავი, ფანრით ვივლი და აღარ მომეჩვენება გველები და თაგვები. ან არ წავალ იმ გზით, რომელიც ბნელია დაუშვათ, ხო? მე თუ შემიძლია რეალურად რაღაცა შევცვალო, რომ ნაკლებად დავისტრესო, მოკლედ ის რომ აბა როგორი გამძლეობა ვარ, შევამოწმო ჩემი გამძლეობა, ეგ იგივეა, რომ ვირუსები დავიმართო, რომ იმუნიტეტი შევამოწმო და არ არის კარგი აზრი. შეეცადე, თუ აუცილებელი არ არის, სტრესი არ მიიღო, ხო? მაგალითად, ჩვენ კულტურაში ხშირად არის აუცილებლად გყავს ოჯახის წევრი, რომელიც გიყვება იმის ქვისლის, მაზლის, მულის რაღაცა ტრაგიკულ ისტორიებს და რავი, ადამიანი ეუბნება, რომ ჩემი დახმარება ჭირდება, მაგიტომ მიყევით, მაშინ მომიყევით, იმიტომ რომ ეგ ყოფილა სასარგებლო სტრესი რა. არ ჭირდება ჩემი დახმარება, მაშინ არ მომიყვათ. ხო? თუ ეს პოზიტიური სტრესია და სასარგებლო სტრესია, კი ბატონო, ჩემი თავი გენაცვალე, ჩავიცვამ რკინის კალამნებს და დავეხმარები ნათესავს, თუ ეგ სიტუაცია არ არის, უბრალოდ ამბავი, აი როგორც ტელევიზორის ყურება და სკროლვა და ეს უბედურება, იქ წყალდიდობა იქისა, რას შვები ახლა, ადგები და მოაგვარებ, ვერაფერს ვერ მოაგვარებ, ამიტომ ჯობია რომ ჩაიხსნა, ხო? მოკლედ, სტრესის წყაროები უნდა აღმოვყრათ, ჩვენი ცხოვრება უნდა გადავაკეთოთ, ამ გზით რომ მივდივარ ვისტრესები, ამას რომ მანქანაში ვიждები ვისტრესები, ამ უფროსთან ვისტრესები, ამ სამსახურში ვისტრესები და ასე შემდეგ და ზუსტად მაგას ვაკეთებ. ვცდილობთ, რომ სულ უფრო შესაფერისი გახდეს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი რეალობაც. მაგრამ ჩვენ ის მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ რამდენადაც არ უნდა გადააკეთო ჩვენი ცხოვრება, მაინც შემოვარდება
აი ეს სტრესები რა. ხო, მოულოდნელად მოვლენ სტუმრები, უსამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს ყველაზე სამართლიანი უფროსი, ყველაზე მოსიყვარულე მეუღლესაც დაავიწყდება რაღაც მნიშვნელოვანი თარიღი, ყველაზე კარგი მოსწავლე ბავშვიც მიიღებს ცუდ იმას, მოკლედ ის რომ სტრესი არ იყოს შენ ცხოვრებაში, ვერ შეძლებ. აი ამისთვის უკვე გვჭირდება ეს იმუნიტეტი, ანუ გამძლეობა, resilience, რასაც ვეძახით.